სოფლიოში საინტერესო პროცესები რომ მიმდინარეობს, ყველამ ვიცით. მათ შორის პირველ ყოვლისა უკრაინის გარშემო, უკრაინაში და უკრაინის გარშემო. უკრაინაში რა პროცესები მიმდინარეობს, და გააფთრებული ბრძოლებია. უკრაინაშიც და რუსეთის ფედერაციაშიც იგულისხმება კურსკი უკრაინელების მიერ. სიტყვა ოკუპირებული ცოტა მიჭირს ამის თქვა, მაგრამ მოკლედ რუსეთის ტერიტორიაზე 8 თვე არიან უკრაინელები და კარგსაც შვებიან, იქ გააფთრებული ბრძოლებია. ეს ბოლო დღეებია კი არა საერთოდ, მაგრამ ეს ბოლო დღეებია განსაკუთრებით. მაგრამ რა პროცესები მიმდინარეობს შეერთებულ შტატებში? კი, თითქოს ყველამ ვიცით, მაგრამ საბოლოო ჯამში არც არავინ არ ვიცით. იმიტომ რომ ცნობები იქიდან ესე იშვიკანტი კუნტად აღწევს ჩვენი მეგობრები, რომლებიც ცხოვრობენ შეერთებულ შტატებში, რაც საკვირველია, ისინი არიან აქტიური, მაგრამ მეტი და მეტი ინფორმაცია არ გვაწყდება. ახლა ამ წუთებში შეერთებულ შტატებში იმყოფება კონფლიქტოლოგი ერთის მხრივ და მწერალი მეორეს მხრივ და კულტუროლოგი მესამეს მხრივ და რა ვიცი ხარ დავიწყო ჩამოთვლა ირაკლი გაგაბაზის ეგრეთ წოდებული ტიტულებისა შეიძლება 15 წუთი არ მეყოს და მე დაგებშიდობთ პირდაპირ მაგრამ მე მივესალმებ ირაკლი გაგაბაზის შენს მეგობარს რახანია ირაკლი შეერთებულ შტატებში ხარ და აი შენ უნდა გვითხრა ახლა მაყურებელს აუხსნა მე ამიხსნა პირველ ყოვლისა რითი თუხთუხებს ახლა შეერთებული შტატების საზოგადოება ეხა ეს ძალიან ფართო ცდება არასაკვირველია ახლა ლოს-ანჯელესში სხვა რამით თუხთუხებს და ნიუ-იორკში სხვა რამით მაგრამ აი ამ წრეებში რომელთანაც შენ გიწევს და რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ სოფლიო თუხთუხით რა თუხთუხი და დუღილია ეს მითხარი ორი სიტყვით და მე უკვე ვჩავშალოთ ეს თემა პირველ რიგში მინდა გითხრა რომ ძალიან მიხარია შენ პოდკასტზე რო ვარ და მე ვფიქრობ აი რამეზე თუ არის ლაპარაკი იმაზე რომ ამერიკაში რა თუხთუხებს ერთ-ერთი პირველი უნდა ვახსენოთ ის რომ პოდკასტები არის ახლა ყველაზე მოთუხთუხე ასე ვთქვათ სფერო მეინსტრიმულ მედიას დაეკარგა მაყურებელი მოგეხსენება ყველას და იმის გამო რომ რა თქმა უნდა მეინსტრიმული მედია ზედმეტად მიკერძოებული აღმოჩნდა და სხვათა და ამავე დროს ცენზურით სავსედა. ნუ ახლა შენ ჩემზე კარგად გეცოდინება აქაური ძალიან ბევრი იგივე ტაკერ კარლსონები და ასე შემდეგ. როგანები ტაკერ კარლსონები ისინი ვიცი კი და ასე შემდეგ, პირს მორგანი და ასე შემდეგ. არ ბევრი ბლოგერია, ზოგი მარცხნიდან, ზოგი მაგიდან, ზოგი ცენტრიდან და ასე შემდეგ. ითვლება დღეს ბილ მაერი და ასე შემდეგ, არა, ლიბერალურ, ასე ვთქვათ, მემარცხენე ბანაკშიც, მემარჯვენე ბანაკშიც და ცენტრშიც, არა და ითვლება, რომ ეს არის დღევანდელი დღის მედია და დღევანდელი დღის უფრო სანდო წყარო, რადგანაც ეს არის ცენზურის გარეშე. სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ ამ პოსტმოდერნულ ეპოქაში ძალიან გაძლიერდა ცენზურა მეინსტრიმულ მედიაში და ამან გამოიწვიეს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მეინსტრიმულ მედიას აღარ ენდობა და ენდობა სწორედ აი ესეთ პოდკასტებს როგორც და ტრამპმაც კი საკუთარ საინაუგურაციო სიტყვაში ძალიან სწორი ალბათ შენიშნა რემარკა გააკეთა იმასთან დაკავშირებით თუ სიტყვის თავისუფლება აღდგება ხო ამ პოსტმოდერნისტულ და პოსტმოდერნულ ეპოქაში ვართ რა და მემარცხენე ლიბერალურმა მიმართულებამ ბოლო 10 წლები ალბათ მაგრამ ნუ მაინც ესე ვიტყვი ბოლო 10-12 წელიწადია ბევრ რამეში შეახციარა ხო ეს პრეტენზია მის მიმართ რომ აი მას ხავს ქვემდებარე მედია საშუალებები რომლებიც ცენზურის ქმედებენ და მიმართულება აქვს და ამოჩემებული დავარქვათ ესიან კონსერვატიზმის მეტისმეტად მაგნიტიკებელიც არა ხო მე განმდევნი ალბათ სწორი მაგრამ ირაკლი მე ამ სხვა შემთხვევაში სხვა თუხთუხებზე გესაუბრები უფრო რა აი ტრამპი რომელიც ამბივალენტური მე არა ვარ იმის მომხრე რომ ტრამპი მაინც და მაინც ვაკრიტიკოთ იმიტომ რომ ტრამპის კრიტიკა ქართულ საზოგადოებას ხშირად გადაზდის ამერიკის კრიტიკაში და ამერიკაში სლავრი დემოკრატია სლავრი ქვეყანა რომლის გარეშეც ჩემი მოსაზრებით არც არაფერი არ გამოვა ან ბევრი არაფერი გამოვა მაგრამ ამავდროულად ეხლა რაღაცებზე თვალი დავხუჭოთ ან რაღაცებზე არ ვილაპარაკოთ ხო მით უმეტეს პოდკასტებში შეითქმის არ იყოს არ შეიძლება აი თვენახევარია გასული ტრამპის მმართველობიდან რა განწყობებია შეერთებულ შტატებში ამ ახალი და ძალიან ტემპიანი პრეზიდენტის პოლიტიკის მიმართ ეს არის კითხვა პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მიმართ უკრაინის კონტექსტში პირველ ყოვლისა და მე უკვე უნდა გადავიდე იცი და გაგიკვირდება და რუსები რამდენად აი
ხო ვითომ განდევნილი არიან და მართლაც არიან, მაგრამ რუსები ან რუსების ქვემდებარე პირები რამდენად მუშაობენ შეერთებულ შტატებში, რომ ის დღესწესრიგი შექმნან, რომელიც რუსეთს მოსკოვს აწყობს, ეს ალბათ ერთ-ერთი მეინსტრიმ თემა იქნება ჩვეულებრივი განაცემის. კი ბატონო, ვფიქრობ, კარგად დააყენე საკითხი. საკითხი ისეა, რომ სამწუხაროდ ეს არ არის შავ-თეთრი საკითხი, თვითონ ამერიკაში მდგომარეობა. მე ვიტყოდი, რომ უფრო მეტიც 10 კი არა, უკვე 30-40 წელი ახალი პოსტმოდერნული დღესწესრიგი დამკვიდრდა. ამან მოიტანა გარკვეული თავისუფლებების ძალიან ბევრი კარგი რამე მოხდა, ეს ლიბერალური დემოკრატიის როგორც ბატონმა ფუკიამამ განაცხადა, რა 92 წელს უკვე 33 წელი გავიდა მას მერე, ფუკიამას ცნობილი წერილი, რომელიც მე თვითონვე უარყო თავისი შეცდომა აღიარა, მაგრამ მან თქვა, რომ აი ლიბერალური დემოკრატიის დადგომის მერე ეს არის ყველაზე მაღალი წერტილი კაცობრიობის ისტორიის და აღარაფერი აღარ შეიცვლებაო. მაგრამ სამწუხაროდ მისთვისაც და ალბათ კაცობრიობისთვისაც არ აღმოჩნდა ეს მართალი და მისი ეს წინასწარმეტყველება ეგრეთ წოდებული აღმოჩნდა ფულყე და უკვე 2006 წელში ფუკიამამ თვითონვე უარყო და თქვა, რომ მე შეცდომა დაუშვი და ისტორია არ დამთავრებულაო. ისტორიის დასასრულია. ხო, ისტორიის დასასრული 92 წელში გამოვიდა და ამავე დროს გამოვიდა სამუელ ჰანტინგტონის ცივილიზაციათა შეტაკებები. ახლა რაც შეეხება ჰალ ჰანტინგტონს, ეს უკვე უფრო რთული საკითხია, რამდენად ეს გამართლდა თუ არ გამართლდა. ბევრი ადამიანის აზრით ეს გამართლებულია, დიდი ცივილიზაციური შეჯახებები არის სხვადასხვა ცივილიზაციებს შორის, სხვა შორის ჰანტინგტონი იქ რუსულ მართლმადიდებლურ ცივილიზაციასაც გამოყოფს და გამოყოფს, რა თქმა უნდა, მუსლიმურს, ჩინურს და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, ეს რაღაც პროცენტით ეხლა არის. რაც შეეხება ამერიკაში პროცესს, რასაც შენ ამბობ, მართალი ხარ, ეს სამხრივი მიდგომა ჩემი აზრით ყველა საღაზრს მოკლებულია. გინდა ეს იყოს, თქვათ, ფუნდამენტალისტი კონსერვატორების მიერ, რომლებიც რეაქციას წარმოადგენენ დღევანდელი ცენზურული საზოგადოების მიმართ და რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული working class-ის მიერ, working class-ი ჩაანაცვლა working class, workers, ასე ვთქვათ, კლასმა, რომლებიც ძალიან ხმამაღლა გაჰყვირიან და რომლებიც მართლა დაუკრეფავში გადავიდნენ. ანუ ზომიერების გზნობა დაიკარგა ბოლო დაახლოებით 20 წლის განმავლობაში თანდათანობით და ეს კარგად იგრძნობოდა ბოლო 10 წლის განმავლობაში, როგორც ჩვენ სწორად აღნიშნე, რომ ეს უკვე იმდენად კარგად იგრძნობოდა, სოციალური ფაბრიკის მოშლა დაიწყო თვითონ ამერიკაში. ხო, მე აქ ზოგადად ურთიერთობა მაქვს ქუჩაში დამლელ გამოვლელებთან და ვცდილობ, რომ ხა ვიღაცებს შეიძლება ვიცნობ, რომელიც აკადემიის წევრია, ექსპერტია და ასე შემდეგ, მაგრამ ქუჩაში მე ყველგან ფეხით დავდივარ და მაინტერესებს გამოვლელების აზრი და დავიჭირო პულსი მინდა. მინდა გითხრათ, რომ აი 10 წლის წინ ბოლო ჯერ მქონდა აქ ვიყავი და იმის მერე პირდაღებული დავდივარ. ვერ ვცნობ ამერიკულ საზოგადოებას, არა? აი გასტიჩნავს იქ გავერცნობ. არის დიდი პრობლემები და დიდი დაპირისპირება შიგნით ამერიკაში და ეს არ არის, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ამისი პრობლემის პრიმიტივიზაცია არ შეიძლება და რა თქმა უნდა, რუსეთი ამას იყენებს და პუტინი ამაზე ყველა ლაპარაკობს. თუმცა ეს პროცესი თავისთავად წარმოიშვა იმ, ასე ვთქვათ, მიმდინარეობების შემოსვლის მერე, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, როგორც შენ აღნიშნე, დავუბრუნდები, ბოლო 10 წლის განმავლობაში წარმოიშვა. ეს არის აი იდენტობის პოლიტიკა, რადგან ჩვენ ვლაპარაკობთ, არა იდენტობის პოლიტიკა, რომელიც 90-იანი წლებიდან მკვიდრდება გაშმაგებული ტემპებით. ამან გამოიწვია საკმაოდ დიდი პროტესტი, დიდი ნაწილი საზოგადოების დიდ ნაწილში, რადგანაც იდენტობის ნორმალიზება პრაქტიკულად მოხდა, ყველანაირი იდენტობის ნორმალიზება. ბოლოს და ბოლოს მივედით იმ სიტუაციამდე, როდესაც დღეს აი მაგალითად ჩემი მეგობრები ბევრი ამ სკოლაში ბავშვები ვისაწყავს ამას, რომ ბავშვს უკვე მიცეს მშობლისგან დამოუკიდებლად იდენტობის არჩევის საშუალება და ამ გენდერულ კატეგორიებში შეყვანილია უამრავი გენდერი. ადამიანს უკვე შეუძლია, რომ თავისი შრომით კი უთყვათ გაფორმდეს. მაგალითად, გამოაცხადოს, რომ მე ვარ მაჩვი. და მომეცით საშუალება, რომ როგორც მაჩვი ან ძაღლი შარდავს ქუჩაში, აი ესე მოვშარდო და არ დამაჯარებოთ, იმიტომ რომ ჩემი იდენტობა არის, მე არასდროს სხეულში გავჩდი. ეს მთელი ეს ჯუდით ბატლერი არის ერთ-ერთი მამამთავარი, დედამთავარი ამ ფილოსოფიის
შეიძლება ითქვას, რომ ხა ამისი ეს არის ხელოვნების subject-ი, ასე ვთქვათ, ხელოვნებისთვის ეს არის ჩვეულებრივი, მე თვითონაც მაგ პიესა გაკეთებული, რომელიც ახმეტელის თეატრში დაიდგა 10 წლის წინ დაახლოებით, სადაც ადამიანი გამოაცხადეთ, რომ კატავარო, მაგრამ ეს იყო სარკასტული, ასე ვთქვათ, სარკასტული სტილის პიესა, რომელზეც ბევრი ერთობოდა, მაგრამ ხალხს არჩევლით ასრულებდა გიგი მიგრიელი, მაგრამ დღეს როდესაც აქ ამერიკაში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანს აქ ნათქვამი, რომ ის არის პირუტყვი, ანუ ზოგი დაღლია, ზოგი კატაა, ზოგი ვეფხვია, ზოგი მაჩვია, ზოგი თაგვია და ასე შემდეგ. აი ამან გამოიწვია ეს უკვე გენდერის პრობლემასაც ხდება, ხო? ვირაკ რამდენადაც მივხვდები ხა ჩემმა როდესაც მე სიმართლე მითხრა უკვე აღარ ვიცი რა ქვია მაგას. ანუ შე რო გელაპარაკა მხოლოდ გენდერის პრობლემაზე კიდე რაღაც წამოყვებოდი, მაგრამ ეხლა როცა მელაპარაკე მაჩვზე და ვეფხვზე ხო თორა პირობითად, ხო? მაშინ ხარ მე თვითონ რაღაც სახელდებას ვერ ვაკეთებ გულახდილად გეტყვი და ანუ არა ინფორმირებულობის გამო. ხო, აქ უკვე მოხდა რა, რომ პრაქტიკულად როგორც ხშირად ხდება, ეს ისტორიაში ხშირად მოხდა, რა თქმა უნდა, გადაჭარბება მოხდა რაღაცა გარკვეული პროგრესული ელემენტის, რომელიც იყო, თქვა, 70-იან, 80-იან წლებში, როდესაც დაიწყო გენდერული მოძრაობა, მაშინ ეს იყო აბსოლუტურად საღი თანასწორუფლებიანობის მოძრაობა, რომ თქვა, ქალის და კაცის როლები უნდა გათანაბრებულიყო და ასე შემდეგ და აგრეთვე ჩვენ არ უნდა გქონოდა სხვადასხვა ფობიები ანუ სექსუალური უმცირესობების მიმართ და ეს აბსოლუტურად ნორმალური იყო. ამერიკულ საზოგადოებაში ეს პრობლემა დაალაგდა 70-იან 80-იან წლებში. მაგრამ 90-იანი წლებიდან უკვე აი როდესაც უკვე ჯუდით ბატლერი და მისი არმია გამოდის ასე ვთქვათ და სხვადასხვა ძალიან დიდი ფილოსოფოსია ხა ამავე არმია და მისი მნიშვნელობა დავაკნინო ეს არის დიდი მოაზროვნე რომელიც ეკუთვნის ეს პრეკარიული ადამიანის შესწავლები და ასე შემდეგ არა მაგრამ ნუ აი მაინც გადაიჭრა ზედმეტობაში მდგომარეობა და იქამდე მივიდა რომ ადამიანს უკვე აქ ეს იდენტობის პოლიტიკის საკითხი ადამიანს მიეცათ საშუალება რომ იდენტობა თვითონ არჩ ოღონდ აქ ლაპარაკი არ არის დასულ ადამიანებზე მარტო აი ამან გამოიწვია ძალიან დიდი პროტესტი ხო მაგრამ ტრამპს აკრიტიკე ეს ტრამპი მაგრამ რამდენიც გვინდა ხო გინდა ამერიკული საზოგადოებიდან და გინდა საქართველოსთან თუ სოფლიო მაგრამ ამ ტრამპს ამას კი ვერ დაუკარგავ რომ აი აქ რაღაცა ცუდი სიტყვა ალბათ რეგულაცია ალბათ მაგრამ რაღაც ჩარჩოების, რაღაც ბალანსი ალბათ არასდროს თქვა, რაღაც ჩარჩოების მან მოიტანა ეს სიტყვა, ბოდიში რომ გაწყვეტე ეპირაფტის სწორად თქვი ხარ. ტრამპი მოვიდა საღი აზრის, მან პირდა common sense. ანუ ტრამპის გამარჯვებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა იმან, რომ ტრამპი და მისი ირგვლივ შექმნილი ხალხი, ახლა ჩვენ შეგვიძლია ბევრ რამეში გავაკრიტიკოთ ისინი და ბევრ რამეში არ დავეთანხმოთ, მაგრამ მან თქვა, რომ მე უნდა დავაბრუნო საღი აზრი, რადგან აი ქუჩაში რომ დადიან მაჩვები, კატები და ასე შემდეგ, აი ეს უკვე არის გადახვევა ადამიანობა არ უნდა დაკარგოს, ანუ და ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს კონსერვატიული ადამიანების უმრავლესობა მაინც არის კონსერვატიული, პირდაპირ თქვა და უპირველეს ყოვლისა ეს ეხება შრომელ ადამიანს, რომელსაც არა აქვს იმის ფუფუნება და დრო, რომ უცებ მაჩვად გადაკეთდეს, არა ეს და და კიდევ ადამიანს ირაკლი შენ როგორც ფილოსოფოს კაცს ხო? კიდევ რატო ამას გეკითხები აბსოლუტურად შეგნებულად ადამიანად იწოდება ნებისმიერ შემთხვევაში homo sapiens-ია, მაგრამ ადამიანად იწოდება თუ მას აქვს, ეხლა უცნაურ სიტყვას ვიტყვი. უცნაურს რა, ყველამ რო ვიცით. თანაგანცდა, თანაგრძნობა, თანასიყვარული, თანალმობა, ანუ ემპათია. მაგრამ ამას რომ გეკითხები, ეხლა მე რატომ აბსოლუტურად შეგნებულად გადავუხვი ამისკენ, ხო? ტრამპის მარჯვენა ხელი, ელონ მასკი. უცებ ამბობს 2-3 დღის წინ რომ ხო, რომ ეს რაგვარად უკვე 40-იან წლებში, 29-30-იან წლების მიწურულს 40-იან წლებში მაბრუნებს მე თვითონ ფიქრით. რომ ემპათია ვისაც აქვს ის ადამიანი, არანაირად არ შეიძლება მის მიმართ თანაგრძნობით განვეწყოთ, ემპათიით განვეწყოთ ჩვენ, ამბობს ელონ მასკი. იმიტომ რომ ემპათია არის სუსტთა დამახინჯებული ნიჩეიზმია, ჩემი აზრით ეს საბოლოო ჯამში. ბატონო ნიჩემდეც მივდივართ და არა მხოლოდ ნიჩემდე, არამედ 30-იან წლებში სხვადასხვა ძალიან საინტერესო არის, არა? აი ეხლანდელ მდგომარეობასა და 30-იან წლებს შორის ბევრი პარალელის გაკეთება შეიძლება. პირველი არის ვერსალის ხელშეკრულება, რომ შევადაროთ ცივიობის დამთავრებას. აქაც დღეს ბევრი აპოლოგეტი გამოდის, არა? დღეს რომელიც ამბობს, რომ
აი ვერსალის ხელშეკრულების მოუმზადა ნიადაგი ფაშიზმს და მე განუსაზღვრელმა ვაიმარის რესპუბლიკის ლიბერალიზმმა მოამზადა ფაშიზმი. სლავოი ჟიჟეკი ძალიან კარგად ამბობდა ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ, რომ განუსაზღვრელი ლიბერალიზმი ყოველთვის კვებავს ფაშიზმს, იმიტომ რომ შემდგომში ასაზრდოებს, კი ბატონო, კი ბატონო, კი, ასაზრდოებს ფაშიზმს. ეს მოვიდა და აი ის რაც თქვა მასკმა, არა, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის მიუღებელი ფრაზა არის, თუმცა მე გააკეთა მან განმარტება და მისი განმარტება ასეთი იყო, რომ დღეს ვეპონიზაცია მიდის, ანუ იარაღად იქცევა ემპათია და სინდისი აგდებები ხდება და ასე შემდეგ. თუმცა ამაშიც ვერ დავეთანხმები ბოლომდე ბატონ ილონ მასკს, რადგანაც ემპათია ადამიანის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა. ემპათიის გარეშე ადამიანი ვერ იარსებებს და ადამიანს აი მაჩვი რომელიც ეხლა ნიუ-იორკის ქუჩებში შეგხვდება, რომელმაც თქვა რომ მე მაჩვი ვარო, იმას იმ მაჩვს ხო, ადამიან მაჩვს ესე ვისაც იდენტობა აქვს მაჩვის ან უნდა რომ მაჩვებულ ადამიანს გამაჩვებულ ადამიანს, აი მას კიდევ არა აქვს, არ უნდა თუ მაჩვია, მოდი ესე ვიტყვი. არა, შეიძლება მაჩვსაც გქონდეს ემპათია, ჩვენ ხო არ ვიცით რა თქმა უნდა. ამაზე არ არის ლაპარაკი, რა თქმა უნდა. მართალი ხარ შენ, რომ აქ ადამიანობის გამსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ელემენტი არის ემპათია. და ამაზე თქმა და თუ ადამიანი აი საბაზრო კანონებით გახდება სრული ეგოისტი, ეგოცენტრიკი, ის კარგავს მართლა ცხოვრების აზრს, არს და აქედან გამომდინარე, ხალხს აქედან მინდა ესე იგი ჩემ მხარდაჭერა გამოუცხადო ჩვენს არაჩვეულებრივ ხელოვნების მოღვაწეებს, რომლებიც ქუჩაში იყვნენ, გუშინ გაათენეს ღამე და ასე შემდეგ და ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა განთავისუფლდეს, პირდაპირ მინდა ვთქვა, ეს არის აუცილებელი და საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა ეს არის დიდიდან არ შეიძლება ამის გაკეთება და ამაზეც მოგიყვები აქ რა ხდება და ჩვენ ეს უნდა ფხიზლად ვიყოთ, იმიტომ რომ რუსების ლობი აქ ძალიან სერიოზულად მუშაობს. ისინი მუშაობენ როგორც კონსერვატიულ ჯგუფებთან, ასევე ლიბერალურ ჯგუფებთან და მათ რუსული ლობი, ხო? აი ეს საინტერესოა, კი. იმიტომ რუსული ლობი არ არის მარტო რუსულგვარიანი პირები. რუსული ლობი შეიძლება იყოს ამერიკულგვარიანი ტიპი, ხო? ნუ პირობითი სახელით რაღაც არ ვიცი, სმითი, ხო, გვარით. რუსული ლობი არის ძალიან ძლიერი, ახლა მე დაახლოებით 40 წლის განმავლობაში ამერიკაში და სხვაგანაც ვაკვირდები მათ მოქმედებას, ძალიან ძლიერად არიან წარმოდგენილები. რა თქმა უნდა, ეს არ ხდება ხშირად თვითონ პუტინის თავრობის მიერ კი არ ხდება ამ ლობისტური ორგანიზაციაც არ არის ეს. რუსულ ლობიში შედის ის ადამ ქავლენის აგენტები, აი მაგალითად ჯეფრი საქსი, რომელიც არის ეგრეთ წოდებული ლიბერალური რეფორმი, ლიბერალია სხვა შორის, ეს არ არის კონსერვატორი. ლიბერალური რეფორმების ავტორი პოლონეთში და მერე იყო გორბაჩოვის და შემდგომ უკვე იელცინის მრჩეველი და მისი რჩევით მოხდა მართლა რომ დაინგრა ეკონომიკურად ყველაფერი ჩვენ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, ეგრეთ წოდებული შოკური თერაპია ლიბერალური. ხო, მალცეროვიჩთან ერთად, კი ბატონო. მალცეროვიჩის მეგობარი, რომელიც დღეს გამოდით და კბილებით რუსული იმპერიის აღდგენას, ასე ვთქვათ, ქადაგებს. და ეს ახლა პირდაპირ ვთქვათ, ეს ამიტომაც არ შეიძლება ესე დავყოთ კონსერვატორები აქ. დღეს ჯანმრთელი კონსერვატიზმით საჭიროა, იმიტომ რომ აი იმ კამათში, რომელსაც მე შევესწარი, მაგალითად ჯეფრი საქსი იყო და ანატოლ ლევინი იცავდა კიდე რუსული იმპერიის, რომელიც ბრიტანელი კემბრიჯის უნივერსიტეტის ასე ვთქვათ ალუმნაია და ორველის პრემიის ლაურეატი 1994 წელს, არა, საკმაოდ რეპუტირებული ჟურნალისტი, მაგრამ აგრეთვე დეზინფორმატორი, რომელიც პრეზიდენტ გამსახურდიაზე ჭორაობს, ასე ვთქვათ, და უღირს ჭორებს ავრცელებს და ჩვენ პირდაპირ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს უთყავენ ეს. გამსახურდიაზე როგორც ნაციონალისტზე, ხო, რა გამდიდას მეუღლები. აი ეს ყვილები, რომელსაც მაშინ ავრცელებდა ლიბერალური ლობი 90-91-92 წლებში, დღეს ისევ ამოქმედა პუტინმა ეს მანქანა და ეს ხდება, რა თქმა უნდა, ამაში რუსეთის ეგრეთ წოდებულ ლიდერს გამოცდილება აქვს, მარტო ეგ იცის რეალურად, რამე თუ იცის, ეს აგენტების, ასე ვთქვათ, გავლენის აგენტი იქნება. შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით ფულს თვითონ არ უხდიდეს ვიღაცას და თქვათ რაღაცა think tank-ი მოინახოს და ეს think tank-ები გამრავდა. ეხლა საგანგაშო ვითარება მთელმა საქართველოს და იცოდეს. ნუ ჩვენ გვჭირდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. ხელისუფლება რას აკეთებს, სრულიად გაუგებარი აქაც და იქაც. და ნუ ახლა ცუდ ისმენს პრაქტიკულად არაფერი არ ჩანს და რაც შეეხება აგრეთვე ოპოზიციურ ფლანგზე მე იმედი მაქვს რომ გამოინახება ზომიერად კონსერვატიული, ზომიერად ლიბერალური ძალები,
რომლებიც დაიცავენ საქართველოს ინტერესებს, იმიტომ რომ დღეს საქართველოს დამცველი არ ყავს პრაქტიკულად. ადრე ჩვენ გვიცავდა, აი მაგალითად მიჩ მაკონელი და არა მხოლოდ ის, არამედ ბევრი მეგობარი, ახლა ჯო ვილსონი ყავს და ასე თვითონ ამერიკელების იმედზე ვიყავით. მაგრამ დღეს უკვე სიტუაცია იცვლება ჩვენთან აუცილებელი ისევე როგორც არსებობს აგერ ჩვენი მეგობარი არის სომხური ასამბლეა არა, რომელიც არის არასამთავრობო ორგანიზაცია იცავს მათ უფლებებს. ხო და ეს სომხური ასამბლეა ის მოდიში გაწყვეტილებს სომხური ასამბლეა ახლა მაგალი ალბათობით ერთგვარად მეტად გააქტიურებული იქნება, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია სომხეთისთვის ის ამერიკული ლობი, რომელიც მას ხავს და რომელიც პირველად ალბათ დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში ემთხვევა ოფიციალური ერევნისა და სომხური ლობის ინტერესები ესე. ხო, იმიტომ რომ სომხეთის ვესტერნიზაცია გარდაულა აუცილებელია როგორც ამერიკაში არსებული სომხური ლობისათვის, ისე ერევანში არსებული სომხური საზოგადოებისათვის და აი პირველად ხდება ალბათ და ეს ძალიან კარგია. იქ ბუნებრივია ისინი იყენებენ თავის ლობს, ხო? იგივე დიასპორას. ამ შემთხვევაში სომხური ლობი ჩვენი მოკავშირეა, კარგი გაგებით. ქართული საზოგადოების ირაკლი. ქართული საზოგადოების და სამწუხაროდ არა ხელისუფლების და ძალიან დიდი წუხილით ვამბობ ამას, იმიტომ რომ სომხური ლობი ჩვენი მოკავშირეა. თუმცა აქვე არის ძალიან დიდი აზერბაიჯანული ლობი, რომელსაც უძარმაზარი სახსრები აქვს. დღეს ალიევის პოზიცია მერყევია, მაგილად რო ვთქვათ, ხშირად რუსეთისკენაც იხრება და ამიტომაც ის აზერბაიჯანული ფულები უდიდესი ფულები ჯერ კიდევ ეს ნეოკონების ინსტიტუტებს აფინანსებს მილიონებით და პლუს კი ნეოკონების გარდა ახლა ლიბერალებშიც დაიწყო ფულები ჩადება მთელ ინსტიტუტებს ყიდულობს ალიევის ფულით და გაურკვეველია ეს პუტინის დავალებაა თუ თვითონ აკეთებს ალიევი შეიძლება ნებისმიერ შემთხვევაში პუტინის ინტერესს ემთხვევა, იმიტომ რომ მე ვარაუდობ, რომ სამი სახელმწიფოა მთავარი თურქეთი, რუსეთი და ირანი, რუსეთი, თურქეთი და ირანი. სამი მეორე ხარისხოვანი, მაგრამ მე ვარაუდობ და გავბედავ და ვიცი რაც არ მეტყველებ კი არა ვიტყვი, რომ აზერბაიჯანი, ირანი, რუსეთი პირველ ყოვლისა დაინტერესებულნი არიან, რომ ეს ჩვენი დე ფაქტო ხელისუფლება როგორღაც მიათრიონ ფორმატამდე 3+3 და აზერბაიჯანი ბუნებრივი ამით დაინტერესებული. ზუსტად მაგაზე იყო ლაპარაკი დაახლოებით 5 დღის წინ გახდეთ კონფერენციაზე ერთ-ერთ კლუბში სამწუხაროდ არ იწერებოდა ის. ჯეფრი საქსი გამოვიდა მექსიკის პრეზიდენტის პრაქტიკულად იქ იყო ჩასული რომ ქალბატონი შაინბაუს დახმარებოდა ტარიფების საკითხზე, გამოვიდა და იქ იყო სუზან ალენმა მას დაუსვა კითხვა რომ საქართველოზე რას ფიქრობთო და პირდაპირ თქვა რომ საქართველოს უნდა შეუერთდეს 3+3 ფორმულას. ეგ არის ერთადერთი გამოსავალი საქართველოს. ესე იგი ლიბერალური რეფორმების მამა ახლა გვირჩევს რომ ტოტალიტარულ ქვეყნებში შევიდეთ. ამაზე რა თქმა უნდა ჩვენ მას უპასუხეთ და უთხარით რომ ეს არის პუტინის ფორმულა რომელიც მან შემოგთავაზა უკვე რამდენიმე წელია. ამაზე მან თავი დაიმართლა და თქვა რომ მე არ ვიცოდი, ჩემს ეგ არ უთქვამსო პუტინსო და ისე რომ კარგად ვიცნობ, მაგრამ ეგ არ უთქვამსო. მე ვთქვი თქვენთვის თუ არ ვთქვათ, ჩვენ ვეუნება მათი და დაგვიჯერეთ დიდი ხანია, აი მიგვათრევენ და ასე შემდეგ. ძალიან სერიოზულად არის ჩართული რუსული ლობი, პრაქტიკულად ეს არაპირდაპირი პირდაპირი ხსებით ვაშინგტონში სერიოზული ომი მიდის. თუმცა მე იმაში სრულიად გეთანხმები, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ჯერჯერობით გარკვეული პოლიტიკა არ აქვს. ეხლა წყდება, აი უახლოეს 3-4 თვეში გადაწყდება ყველაფერი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ წარმოგვადგენოს საერთო ეროვნული ინტერესების გამომხატველი ლობი. ქართული საზოგადოების, საქართველოს, სულხან საბა ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის და ასე შემდეგ და ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სხვათა შორის. ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ლანძღვა დაიწყეს ბოლო ხანებში აქაურმა ლიბერალებმა და ესეც ძალიან ცუდად მენიშნება, იმიტომ რომ რაღაც პერიოდში ეს აღარ იყო მოდელი. მოდი, მერაბ კოსტავასიც, აი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. მერაბ კოსტავასი კი, ეს აბა პირდაპირ ანატოლ ლევინის და ჯეფრი საქსის და ასე შემდეგ უკვე ამბობენ ქართული ნაციონალისტები ადანაშაულებენ ჩვენ ეროვნულ მოძრაობას, ჩვენ ავრიეთ ყველაფერი საბჭოთა კავშირში და ჩვენ დავანგრიეთ პრაქტიკულად ეს 64, რომელიც ჯეფრი საქსის აზრით უბრალოდ კაპიტალისტური უნდა გამხდარიყო და არ უნდა დაშლილიყო. და ნუ ჩვენ რა თქმა უნდა თურმე და ზვიად დამერებს ეხმარებოდა ცენტრალური სადაზვერვო სამსახური და ანუ ეს რაღაც კონსპირაციის თეორიებშია გადაჭრილი ბატონი საქსი და ის რომ ჩვენ თითქოს ახლა ყველა გიმუშაობ და ასე შემდეგ. ნუ ეს ძველი თეორია, ეს გადაბრალებები და აბსოლუტური შეთქმულების თეორიები. მაგრამ უნდა ვკითხრათ სიმართლე, რომ ჩვენ ამას უნდა დაუპირისპიროთ ჩვენი ეროვნულ
ინტერესი, მან თავისუფლებელი ინტერესი და აქ უნდა ძლიერი ლობისტური ჯგუფი შექმნას. ლობისტურ ჯგუფში არ იგულისხმება კომპანია, რომელსაც ქირავთ. აქ უნდა იყოს ისე, როგორც სომხური ასამბლეა არის, ქართული ასოციაცია არსებობს, სხვათა შორის არ ვიცი მის ამჟამინდელ თავმჯდომარეს, მაგრამ ვიცი რომ არ არიან ახლა ფინანსურად კარგად და აქედან გამომდინარე უჭირთ მოქმედებები. პლუს კიდევ ნიუ-იორკში არის ძალიან კარგი ასოციაცია Twistone, რომელიც აგრეთვე ეხმარება ქართველებს და ასე შემდეგ. თუმცა ლობიზმზე ჯერჯერობით მუშაობა ძალიან რთულია. კიდევ არის კიდე იცი ვინ არის ირაკლი, ბოდიში მე ვიცნობ და გვარებს არ დავასახელებ. ქართველი მეომრები, რომლებიც 2008 წელს იბრძოდნენ, ზოგი მათგანი კურნალობს სხვადასხვა შტატში, ამპუტირებული კიდულებით, რაღაცა ისინი საკმაოდ აქტიურები არიან, რამდენადაც მე ვიცი. მაგალითად ეხლა აპირებენ, სიმართლე გითხრა, შენ დამოკიდებულება მის მიმართ არ არის, რაღაც ჩვენ მალხას შალიკაშვილის რაღაც მუზეუმის გაკეთებას თუ არ ვწდები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ირაკლი, მოდის ვიხდი. მე და შენ იმ თავობის წარმომადგენლები ვართ, რომელსაც ირაკლი ბოდიში მაგასაც ვიტყვი დინო ჯაფარიძე ხელმძღვანელობს ამერიკელ მეგობართა ორგანიზაციას მარუშა თუმცა ეს არაპოლიტიკური ორგანიზაცია ბევრ საქმეს აკეთებენ სხვათა შორის ნინო მარუშა ჭავჭავაძე იყო თავადი ჭავჭავაძის ქალიშვილი რომელიც აქ მუშაობდა დავით ჭავჭავაძის ქალიშვილი მანამდე და ეხლა ნინო ჯაფარიძე ეგენის აკეთებენ ბევრ საქმეს უბრალოდ რა არის მე რაზე ვლაპარაკობ ეხლა არის საჭიროება რომ ჩვენ გვყავდეს პოლიტიკური ლობი ქვეყანას და არა რომელიმე პარტიას მარტო ეხლა მე საქართველოს მეგულება შეგნებული ასეთი ზომიერი კონსერვატორებიც ჯერ ყველამ უნდა იცოდეს რომ საქართველოში მარტო ოლქები არ არიან და ამავე დროს რაღაცა ფანატიკოსები, ინკვიზიტორები. ანუ არსებობს რაღაცა საღი აზრი, შუალედი, შუა, რომელიც ბიძინაკი ცდილობს რომ გაკრიფოს ეს შუა, მაგრამ ის შუა არის 80% ჩვენი მოსახლეობის. 10%. ამ შუაში კიდე რამდენად სწორი არის. მოგონებ მაგ ძალიან მნიშვნელოვანია ხა ერთ ადამიანს გიხსენებს შენ. სულ სხვა თემისკენ წავიდა ჩვენი საუბარი, მაგრამ მაინც ეს სლოგანები გამოდის და თითქოს ვერც ვემთხვევი ამ სლოგანებს. არა უშავს რა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ვენაში ეს კაცი დაკრძალული. შენ ვინ და შენ იცი ამ ქართული საზოგადოებიდან მის შესახებ, მის თაობად. ნუ ბევრმა იცის ალბათ, მაგრამ იყო ესეთი კაცი, ლენინის მტერი იყო ეს კაცი. და წავიდა და ვენაში მოკვდა. ლინგვისტი კაცი იყო, ფილოსოფოსი, ლინგვისტი რუსი, ნუ რუსულენოვანი. ტრუბეცკოი ესეთი კაცი. და ტრუბეცკოი ამბობს ესეთი რაღაცას, რომ მე რუსულად აღარ ვიტყვი, ქართულად ვიტყვი. ქართული ნაციონალიზმი რუსებისთვის საშიშია მარტო მაშინ. რუსებისთვის. როდესაც ის ევროპულ და დასავლურ საწყისებზეა, ხოლო თუ ევრაზიულია ქართული ნაციონალიზმი, მაშინ ჩვენ გვაწყობს კაცო. აქ ვიზინამ რუსეთმა და ასე შემდეგ ჩვენ გაგვიკეთეს და გვიკეთებენ ვითომ ნაციონალიზმს, რომელიცაც ევრაზიული ფუძეებია. აი, რუსეთ პრავასლავნიკური ფუძეებია. რუსი ხო ერთმორწმუნეა კაცო და შევეტენოთ უკაცრავად ამ სიტყვისთვის, ხო? და როცა ევროპულია ნაციონალიზმი, ის რასაკვირველია ჯანმრთელია. ის როცა ევროპულია კონსერვატიზმი, ის რასაკვირველია ჯანმრთელია ნახევარი ევროპა ლიბერალური დემოკრატიის ესეთი ფესვგადგმულობის მიუხედავად დღესაც შეიძლება ითქვას რომ კონსერვატორულია რაც რა თქმა უნდა. კი ბატონო და პირდაპირ უნდა ვთქვათ ახლა რომ ჩვენ გვახსოვს ირაკლი შენს გახსოვს და მეც მახსოვს ჯერჯერობით არც ისევ დაბერებულები რომ ყველაფერი დაგვავიწყდეს და ქართული ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა ზვიად გამსახურდიასთან მერაბ კოსტავას ლიდერობით და ყველა დანარჩენი ვინც იყო იქ ეს იყო ევროპული კონსერვატიული მოძრაობა კარგი გაგებით და ეს მას ყავდა და მე მახსოვს აქაც ყავდა ჩვენ მხარდაჭერ სენატორი ჯესი ჰელმსი დიკლუგარი და ასე არა პაიპსი რიჩარდ პაიპსი რომელიც აი ჩვენ ვახო ბახტაძესთან მეგობრობდა ძალიან და სტატიები აქვს დაწერილი და აქვეყნებდა ნიუ-იორკ ტაიმსში წერილებს რომელიც იყო კონსერვატიული და ბევრი მიჩმაკონელი რომელმაც საფუძველი დაუდო საქართველოს მეორე ადგილზე დააყენა დაფინანსების 1996-97 წლებში მოხდა ეს არა კენტუკის შტატიდან მოაგროვეს ადგილობრივმა მაცხოვრებელს კიდე თალკე ისტორია ეს როგორ მოხდა მაგრამ იქ მოაგროვეს და ამის მერე ჩვენ გავედით მეორე ადგილზე დახმარდა მიჩმაკონელი დღესაც მეთქმა კარგად ამყოფოს უკვე მოხუცია გადადგა მაგრამ დღემდე არის არა ეს კენტუკის შტატში მან გააკეთა ანუ ეს იყო კონსერვატიული ლობი ძირითადად რა თქმა უნდა, იქ იყვნენ მერე ბილ ბრედლი და სხვა ლიბერალებიც და ეს ჯანმრთელი კონსენსუსის საგანი იყო და არ იყო დისკრიმინაცია, თქვა. ორივე პარტია იყო შეთანხმებული ამაზე და შემდგომში ეს გრძელდებოდა. თუმცა ჩვენ ეხლა
არ უნდა დაგვეკარგოს ასე ვთქვათ სათვალ იმაზე რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ყველა ჯგუფთან ამერიკაში უნდა ვიმუშაოთ პროგრესულ ბანაკთანაც სხვათა შორის დღეს ბერნი სანდერსი და მისი თანამოაზრეები ძალიან სერიოზულ ხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ უკრაინის მიმართ და ეს ძალიან კარგია პროგრესულ ჯგუფებთანაც და კონსერვატიულ ჯგუფებთანაც რომლებიც ბევრი მათგანი ჩუმად თუ ხმამაღლა აგრეთვე ხარდამჭერია უკრაინის და საქართველოს და და ეს მით უმეტეს აუცილებელია ახლა როდესაც პირველი ბიზნეს ჰქონია აკაურ ოლიგარქს რომ ტრამპის მოსვლა სამისოა ხო ანუ ტრამპი რა deep state ებზვის როგორც ამათეული გაგება ამ deep state-ისა კიდე სხვა არის რაღაც აი სხვაგვარად წარმოუშვ სხვანაირად ხედავენ ამ deep state-ს იმიტომ რომ აზროვნება იტრო არის ხო ესეთი მაგრამ ეხლა ტრამპზე გკითხავ ირაკლი ამბივალენტური კაცია რა ეს დონალდ ტრამპი კი ბატონო ერთ-ერთი ტიპიური ბიზნესმენი ნუ ჩვენთან ვაჭარს ეძახიან მე მაგალითად არ მგონია რომ ის არის ეს კლასიკური რესპუბლიკელი ხო შემთხვევაში ის რესპუბლიკელი როგორებსაც ჩვენ ვიცნობდით ხო 80-იანი ატო შეგვიყვარდა ამერიკა ხო ატო ვიყავით მის მიმართ იმიტომ რომ იქ რონალდ რეიგანი იყო ის რონალდ რეიგანი ემერა კოსტავა ახსენე შენ და ბევრმა მაყურებელმა არიცის რომელმაც ემერა კოსტავა უწოდა აირან მენ ხალხო ანუ წარმოიდგინე რაზე ვლაპარაკობთ კაცზე რომელიც 10-12 წელი იჯდა საბჭოთა ციხეში რონალდ რეიგანი ამ კაცს ანუ ემერა კოსტავას უწოდებს რკინის კაცს ხო ეს ასეც იყო ხო უდიდესი სახელის დისიდენტია ემერა კოსტავა რამდენიმე ერთეულ დისიდენტთა შორის ყოფილი საბჭოთა კავშირის არის თუ არა დონალდი ანტი რონალდია ესეთი უცნაური კითხვა ძალიან კარგად გარიცხმეს და მე ვფიქრობ რომ კარგი დასმას თუმცა ერთი რაღაც უნდა თქვა მე ამაზე დავწერე კიდევაც ამას წინათ თუმცა მაინც არ გავცელებულა საქართველოში ჩემი ნაწილი ტრამპი შენ აბსოლუტურად მართალი ხარ რომ მე არ ვფიქრობ რომ ის ანტი რონალდია მაგრამ ის არის ეკლექტური ტიპის პოლიტიკოსი რომელმაც შემოიკრიბა გარკვეული იდეები მან გარკვეულწილად ეხა ის რას ცდილობს შეაერთოს რეიგანის და მთავრობის მოწოდებები და ეხლა მას კი გამწესებული ყავს რომ მოჭრას ქონები დიდი ქონები მთავრობას არა რაღაცაში მას მოსახლეობის დიდი ნაწილი და მათ შორის ის ამორჩეველიც რომელიც რეიგანს აძლევდა ხმას იმიტომ რომ რეიგანიც ამბობდა რომ ჩვენ დიდი მთავრობა არის ცუდი ეს არის რა თქმა უნდა ლიბერტარიანული კონსერვატიული იდეა რომელიც რეიგანსაც ჰქონდა ძალიან ძლიერად აქედან გამომდინარე ამ საკითხში ტრამპი მისდევს რეიგანს მაგრამ ამავე დროს საგარეო პოლიტიკაში, მაგალითად აი ტარიფების და პროტექციონის იზოლაციონის თუ ნაწილში ის ემსგავსება უფრო FDR-ს, ანუ ფრანკლინ დელანო რუზველტის პოლიტიკას ატარებს. ამ ორს ცდილობს რომ შეაერთოს, იმიტომ რომ პირველი შემთხვევა იყო ძალიან უცნაური, მაგრამ პროფკავშირებმა დემოკრატებს არ დაუჭირეს მარცხენა ფლანგი პრაქტიკულად წაართვა დემოკრატებს. აი ეს დეტროიტის მუშები და ამის შესახებ მაიკლ მური ყვიროდა ძალიან ბევრჯერ, კიდევ მაშინ 2016 წელს მაიკლ მური გრძნობდა ამას. ანუ ამერიკელი მშრომელი თეთრკანიანი განსაკუთრებით და მამაკაცი განსაკუთრებით, რომელიც იდენტობის პოლიტიკის შედეგად მიგდებულია საერთოდ მოსაკლავათაა პრაქტიკულად განწირული. აი ეს მუშათა კლასი, რომელიც ოდითგანვე დიდი ხანია ძალიან უკვე უდრო ვილსონის ეპოქიდან უკვე 20-იანი წლებიდან აძლევდა ხმას დემოკრატებს. აი ეს პროფკავშირებიც მოიზიდა და მეორე მხრივ რეიგანის აი შიდა პოლიტიკაში რეიგანის აი ეს ასე ვთქვათ ძახილი რომ დიდი მთავრობა არის მავნებელი და აი ეს ამერიკული ძველი კოლონისტების იდეალი, კავბოების იდეალი, ნუ რეიგანს კავბოის ხუდი უხდებოდა და ეძახდნენ კიდევაც კავბოი არა ფილმებში დასრულდა ამას და აი ეს კავბოური ინდივიდუალიზმი რეიგანმა რაღაც მომენტში ტრამპი ეკონომიკურად ერთი მხრივ არის რეიგანომიკის შთამომავალი, რეიგანის შვილი, შიდა პოლიტიკაში მეორე მხრივ მაგრამ რეიგანი აბსოლუტურად ესია გეთახმები, მაგრამ უყურე აქ უნდა ერთი აბრევიატურა ახსენო, ხო? საგარეო ფასაკითხია. აი აბრევიატურა, უყურე რეიგანის მაგა ტრამპის მაგასაგან განსხვავდება მათ შორის იმითაც, ჩემი აზრით, ჩემი ხევანდელი აღკვით, აი 11 მარტის მდგომარეობით. რომ რეიგანმა, რომელიც ხო შევხედოთ რუკას, როგორ აირჩიეს 80 წელს, როგორ აირჩიეს მე 84 წელს, გავგიჟდებით რომ გადაწითლებულია, ხო? ფაქტია.
ხო ერთადერთ შტატს აგებს როგორც აღარ მახსოვს რომელს მაგრამ ნუ მინესოტაში წააგო ვოლტერ მანდელთან იმიტომ რომ ვოლტერ მანდელი მინესოტელი იყო კი და ხო მინესოტა აქვს აგებული და 84 წელში და 84-ში მაგრამ მოიგო 80-ში ხო ძალიან მაგრამ მოიგო ეხლა უყურე ირაკლი რა კითხვა მაგა გულისხმობდა მათ შორის ამერიკის პოლიტიკის საგარეო პოლიტიკაში ამერიკა იყო საგარეო პოლიტიკის ლიდერი დღეს გამომდივარ უკრაინიდან ეხლა მომაწოდეს ინფორმაცია ბრუნდება სადაზერო ინფორმაციას მიაწვის და მაღალი ალბათობით იარაღსაც უყურე გუშინ წინ მე ვაგინებდი ბჭყალებში რა თქმა უნდა ვაგინებდი აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისათვის სადაზერო მონაცემების მიწოდებას და ასე შემდეგ უშინცი კრიტიკის გამომირჩეოდი ეხა იძულებული ვარ დავამთავრებ თორე ინტერვიუს თქვა რომ ყოჩახ რონალდ რეიგანი ეხა ისა უკეთ რონალდ რეიგანი წერას რონალდ ხო და შეიძლება ზეგისევ დამამწუხროს და ძალიან ამაბნია ამ კაცმა და ამიხსენი ბიზნესის ტაქტიკა იცი აი მეც ვფიქრობ ხშირად ხანდახან მეც ვწოხდები ეხა ცხადია რაღაცეებზე რა ჩვენ გვეხება და უკრაინას ეხება რა თქმა უნდა ყველანი ვწოხდებით ხანდახან ისეთ ნაბიჯს დავინახავთ რომ მით უმეტეს აი ზელენსკის რო შეხვდნენ და იქ დატოქსეს პატარა ბავშვივით და პრაქტიკულად ცემა სამ ორმა კაცმა თუ სამმა კაცმა არ ვიცი რამდენიც იყო და მაგრამ მეორე მხრივ ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რომ ეს ტრამპი არის ნეგოციანტია რა კარგი ნეგოციანტია ბიზნეს ნეგოციანტია შემოიტანა პრაქტიკულად შეცვალა ეხლა ეს რო deep state-ზე ლაპარაკობს ცხადია ამას ბევრი განზომილება აქვს მაგრამ აი ეს რაც ახასიათებდა ვაშინგტონის კულტურას ბელტვეის კულტურას ყველაზე მეტი ადამიანი რა თქმა უნდა ტრამპით უკმაყოფილო არის ბელტვეის შიგნით არა ზოგი სამართლიანად პირდაპირ თქვათ და ზოგი უსამართლოთაც იმიტომ რომ იქაც მართლა ძალიან გაიბერა ფედერალური შტატები და ცხადია რეიგანის არ იყოს ტრამპას თქვა რომ უნდა შემცირდეს მაგრამ ბევრი მათგანი კაი საქმეს აკეთებდა და ბევრი ადამიანი სიცოცხლეს გადაარჩენდა და ასე შემდეგ ამიტომ ეს ხალხი ნაწილი ძალიან ბევრი კარგი ადამიანიც დაითხოვეს და ნუ ესეც პრობლემაა და იმედია რომ რაღაცნაირად მოხდება მათი აღდგენა ესეც შესაძლებელია რადგან შენ აბსოლუტურად გეთანხმები რაში ძალიან სწორად თქვი ეს არის ერთი მხრივ შეიძლება იმპულსი მაგრამ მე ვფიქრობ ეს არ არის იმპულსი ეს არის ბიზნეს ნეგოციაციის ნეგოციანტობის ტაქტიკა და სტრატეგია გამოჩნდება მხოლოდ მაშინ როდესაც დაიდება პირველი შედეგები ჯერ ადრე ამაზე ლაპარაკი და მეც ამიტომ არ ვთქარ რომ ვცდილობ რომ თავი შევიკავო ხოლმე თუმცა შენი არ იყოს ხა ჩვენ გულში რა ტრიალებს ინტერესებულოთ იმას რაც ხდება ეხლა არა საერთაშორისო პოლიტიკაში მსოფლიო მაგრამ მესამე მსოფლიო ომის საერთაშორისო წინაშე და თან კიდევ ვიჭკიდებით უკრაინელები და ჩვენ მაინდა-მაინც მაგრამ გრძელი ხნიანი გაანგარიშებით რო უყურებ ეს შესაძლოა იყოს ძალიან ჭკვიანური ნეგოციანტური ტაქტიკა ასე ვთქვათ რა რომელსაც ტრამპი იყენებდა ხშირად ბიზნესში და ნუ ეხლა ხადია ყველა ბიზნესმენი ავანტიურისტი არის ავანტიურა არის ბიზნესი ხადია ეგეთი პროფესია ჩვენ ბატონო მაგრამ პოლიტიკაშიც ავანტიურისტები არსებობენ და თუ ამან კარგი გააკეთა ავანტიურისტმა ადამიანმა მართლა მშვიდობა და თავისუფლება დაამკვიდრა ძალიან კარგი იქნება მე მაინც არ გადამწურვია იმედი რომ ეს მოხდება აი უკრაინის კონტექსტშიც მელაპარაკე განცდა უკრაინელებს იქაც ეკლექტურია ალბათ ეს განცდები იწვდება ხო ცვალებადია მაგრამ მე არ მგონია რომ შეერთებული შტატები ან ევროპას ან უკრაინას მიატოვებს ამ რუსული მონსტრის რუსული დაბჭენილი ხახის წინ მიუხედავად იმისა რომ რაღაცა ბევრ საფუძველს თითქოს გვაძლევს საბოლოო ჯამში შენ თქვის არ იყოს შედეგით უნდა იმსჯელო მესმის რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ბევრჯერ მოგვეცემა საბაბი იმისა რომ ვერ გავიგოთ მინიმუმ და თუ ვერ გავიგებთ მით უმეტეს კრიტიკა დავახვედროთ არ მნიშვნელობა აქვს JD Vance თუ ოდესღაც რო მოგწონდა განსაკუთრებით მარკო რუბიოს მაგრამ შედეგის თვალსაზრისით არ მგონია რომ ამერიკა რომელიც ეს ოდენ მძლავრი იყო არის და იქნება უცებ ესე გადაულოს თუმცა გაეროს კირილოვ ასამბლეაზე ჩრდილოეთ კორეას ერთ მოხდება შეერთებული შტატები ამის შემდეგ ხანდახან მიძინება მინდა 48 საათი დაამყარა ტრამპმა რომ ჩრდილოეთ კორეა ჩინეთთან და რუსეთ ბელორუსთან ერთად აღმოჩნდა ამერიკა მაგრამ მე მგონი აი ესეც მისი გარკვეული ამბივალენტური მასხრობის ამბავია ასე ვთქვათ რაღაცა ამას აკეთებს ეს აბნევს ყველას აბნევს მათ შორის პუტინსაც ანუ რეალურად ამით ძალიან ბევრი იბნევა იმიტომ რომ ესე გამოვიდა ამერიკას რეზოლუციით და პრაქტიკულად ბელორუსის და იმის იმედზე დარჩა და წააგო ესე გავაკეთე ირა სწორე გაბიგე ესე აი ესე ვიჟექტია ეს მან იცოდა ეს ხო ეხლა
ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ეს ადამიანი ისეთ სულელია რომ ეს არის მან იცოდა ეს და ეს გარკვეული გაანგარიშებით გააკეთა ესეც ბიზნეს ნეგოციანტობის ახლა მე ჩემი სოფხედველობით და გაგებით ბიზნესმენი არ ყოფილა რა ზუსტ არ ვწნებდი სიუქილამდე ცხადია მაგრამ მეორე მხრივ უნდა ვთქვათ რომ ეს ანტერპრენიორული გარკვეული სული არსებობს მასში შედის ავანტიურიზმი და შეიძლება ამ ავანტიურას ან ცუდი შედეგი აქვს ან კარგი შედეგი აქვს ან სადღაც შუაში რა თქმა უნდა ბევრი რაღაცები არსებობს და რა თქმა უნდა ჩვენ შედეგის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ და არა იმის მიხედვით თუ რა ხდება პირველ ეტაპებზე როდესაც შეიძლება ჩვენ მქონდეს მე ნანახი მაქვს ჩემ უკვე პატარები აღარა ვარ და ნანახი მაქვს ბევრჯერ ბიზნეს ნეგოციაციების პროცესი როდესაც მოლაპარაკება ეხლა უყურე ბოდიში ვის ასეთებენ აბნევენ თავგზას უბნევენ და ბოლოს რაღაც შედეგს იღებენ ეხლა უყურე ტრამპი უნდა დავიცვა რა ხე რა ვთქვა კაცო ვისმის რასაც ჩვენ ვაკრიტიკებთ არა მარტო ჩვენ შეერთებულ შტატებშიც და რაღაც ინტელექტუალური წრეები და აკადემიური წრეები და უწულებენ ტაქტიკას სტრატეგიას რაღაც ამბივალენტურს თუ რაღაც ეკლექტურ პოლიტიკოს მაგრამ 2008 წელია წარმოიდგინე ირაკლი აქ მოხდა კატასტროფა შემოიჭრა ეს დაფეთქებული ქვეყანა მას ხო მთლიანი ქვეყანა უნდა მთლიანი უკრაინა მთლიანი საქართველო მას უნდა რომ დაჩმორებული დაჩაჩანაკებული მისი სივრცეები იყოს ხო უკანა პოსტებს ვეძახით ხანდახან და ასე შემდეგ შეერთებულმა შტატებმა კი დაგვიცვა რა საკვირველი იმიტომ რომ მე-6 ფლოტი შემოდის რაღაც ერდოღანის წინააღმდეგობა ნუ მთელი ამბავია ეხლა დღევანდელ ამბავთან შედარებით უკრაინაში ცოდვამადლ ტრიალებს ალბათ არც არაფერი მაგრამ იმ პერიოდისთვის ხო ნუ წარმოიდგინე რა ხდება იქ ჩინეთის ოლიმპიადა ბუში რაღაცა რანჩოზე იკრიბება შევიდეთ არ შემთელი ამბავია კი ბატონო ხო და ნოემბერში არჩევნებია იმავე წლის ბუში მიდის მოდის ობამა და მარტის თვეში აი ხაც მარტია 11 მარტია დღეს დაახლოებით აი ამ დღეებში რა 20 იანვარს კაბინეტში შესული ობამა თავის ჰილარი კლინტონს უშვებს ჟენევაში restart reset გადათვირთვა პერეგრუსგან ტრამპს ბაზარი არ არის ვაკრიტიკოთ რამდენიც გინდა მაგრამ მსგავსი შეცდომა მსგავსი რამ ჩემი აქვით მასშტაბის თვალსაზრისით ჯერ არ დაუშვია ესე უნდა ვთქვა გვავაკრიტიკოთ ობამასა და კარვაკრიტიკებდით ეხლა მაშინ სოციალური ქსელები უკვე იყო ობამა ესე არ აგვიგდია ჩვენი კონფლიქტი იყო და ტრამპს კი ესე მარტებოა ნამდვილად მე გეთანხმები ამაში ამ შეფასებაში სრულებით რომ ზედმეტად ეგზალტირებულია განსაკუთრებით ქართველი ვოუქებისგან მოდის მაგრამ ну არის მართლა გულწრფელად შეძრწუნებული აუდიტორიაც, მათ შორის ჩვენც ხანდახან შეიძლება რაღაცა ემოციამ გვიმტკიცოს. დასო მეწამსდა ხომ წავშალებენ მე წამსდა ისეთ სიტყვები რომ გავგვიშტი. ხო, არა, რეალურად ეს მართალია, თუმცა აქ პირდაპირ უნდა ითქვას, აქ კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი რა არის, აი ამ დიქოტომიისა, რომელზეც ჩვენ ლაპარაკობთ, რომ ამ ეტაპზე მართლა ჯერჯერობით არ არის ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ვერ. პირველ რიგში ის უნდა ვთქვა, ჩვენ ქართველებმა საკუთარი თავის კრიტიკიდან უნდა დავიწყოთ. აი ჩვენ პრაქტიკულად დღეს არც ამერიკაში ვმუშაობ, ასე ხა ეს ოპოზიციური პარტიის ლიდერები ზოგიერთი მათგანი ჩემი მეგობარია და ძალიან მეყვარს. პირდაპირ შენს კარგად იცი, არა? და მინდა რომ მათ უსურვოთ წარმატება ძალიან დიდი რომ ეს მოახერხონ. თუმცა საერთო ეროვნული ლობირება საქართველოს ინტერესების, ну აი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აკეთებს ამას, ძალიან მეყვარს სალომე, შენ იცი, მაგრამ უნდა კიდე 10-ჯერ მეტი გავაკეთოთ და მისცეთ ძალა ამ ადამიანებს და ჩვენც გავაკეთოთ. ყველა ჩვენთაგანი უნდა დავდგეთ და დავიცვათ საქართველოს ინტერესები. დავიცვათ ზვიად გამსახურდიათ მერაბ კოსტავას სახელი და დავიცვათ ჩვენი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც დღესაც მიდის. დავიცვათ ის პოლიტპატიმრები, რომლებიც იქ არიან, დავიცვათ ის ხალხი, რომელიც ქუჩაში ათენებს რუსთაველზე, და რომელსაც ცემენ, ჩაგრავენ, აჯარიმებენ, ყველანაირად ხდება ამ ადამიანებზე, ასე ვთქვათ, გადავლა. ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, სადაც არ უნდა ვიყოთ. ადამიანი ახლა მე ძირითადად სამანტყოფოებში ვარ, აქაც მოვიდი, მაგრამ იქაც იქიდანაც ვცდილობ ყველაფერს გავაკეთოთ და ყველამ უნდა ვეცადოთ. სადაც არ უნდა ვიყოთ, ქუჩაში რო ვიყოთ, ქუჩაში უნდა ვეცადოთ. გარეთ ვიყოთ, კონგრესში იქნება ადამიანი, რომელიმე კლუბში იქნება, უნივერსიტეტში იქნება და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს. და მეორე, აი რასაც შენაგობ, ეს დიქოტომიაში არ უნდა ჩავარდეთ. ჩვენ არ უნდა დავიჭიროთ ფუნდამენტალისტურად. არც ფუნდამენტალისტური მართლა რაღაცა ინკვიზიციური პოზიციები
და ამავე დროს არ უნდა დავიჭიროთ ეს ვოუკიზმის რაღაცა უკვე ეს ზღვარს გადასული, რომელიც ყველას ამოვიდა, ყველას უკვე თვითონ ამერიკაში და დასავლეთშიც, ევროპაშიც დასალიერია ამ დროის, ან იდენტობის პოლიტიკის სახელით ამ ყველას და ყველაფრის ლანძღვა და ამ რაღაცა იდიოტური უკვე აი პირდაპირ გამოჩნდა. ტრამპი იყო შედეგი ამისი, ტრამპის მოსვლა და ევროპაშიც კიდე ის ძალები, რომელიც ძლიერდება, ეს შედეგია, რეაქცია არის ზღვარს გადასულ იდიოტურ ვოუკიზმზე, რომლებიც აი მაჩვად აცხადებენ საკუთარ თავს და მელიები დადიან, ხალხს ეწვი მოვისხად, მელია ვიქნები და ასე შემდეგ. აი ამან მოიტანა ეს და ესეც უნდა დავინახოთ კარგად და ამ დიქოტომიაში ჩვენ არ უნდა ჩავებათ. ჩვენ პატარა ერი ვართ და გავნადგურდებით. გადაგჭყლიტავს ან ერთი მხარე ან მეორე და ამიტომ უნდა ზომიერი საღი აზრი უნდა გქონდეს. საქართველოს ჭირდება საღი აზრი, საღად კონსერვატიული აზრი და რაღაცაში პროგრესულიც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხა მემარცხენე ეკონომიკური პროგრამები და ასე შემდეგ, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია და ხა მიხარია რომ ოღონდ შენთვის არ იყოს სულ მუდმივად უნდა თუ შენს მომავალზე სახელმწიფოზე მომავალზე ფიქრობ, ხო? განვითარებაზე არ ვიცი. თან პატარა ხარ შენ თქვის არ იყოს. სულ მუდმივად უნდა გქონდეს ერთადერთი ბალანსის შეწონილობის პოლიტიკა. ერთადერთი ბალანსი სადაც არ უნდა გქონდეს დამეთახმე ხო შენ დისიდენტმა კაცმა მითხარი რომ ეს ბალანსი არ უნდა გქონდეს შემრიგებლობა რუსეთის ფედერაციას და რომელმაც უჩვენო მოგვიწყო ბუჩა მოვაწყო და ეს მარტო პუტინისთანაც არ არის კავშირი ხო ეს რაღაც იმპერიალიზმია რომელიც ამ ამ ქვეყანას ახაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი რომ ჩვენ ზოგადად იმპერიალიზმზე აქვს ლაპარაკი რუსული იმპერიალიზმი არის ჩვენი მთავარი იმპერიალიზმი სხვა იმპერიების ყავს გარშემო მაგრამ იმპერიალიზმისთან მიუღებლობა იქ კომპრომისებსაც კონფორმიზმი შეუძლებელია იმპერიალიზმთან არ შეიძლება არანაირად და ხალხში ლაპარაკი დაიწყო, როდესაც ანატოლ ლევინმა დაიწყო ზვიად გამსახურდიაზე და ქართულად ეგრეთ წოდებულ ნაციონალიზმზე თავდასხმა, პირდაპირ უთხარით შევახსენეთ მას, რომ რუსებმა გაყავიდა იბატონეს პოლიტიკა ბრიტანეთის იმპერიისგან ისწავლეს, რაც ინდოეთში და პაკისტანში გააკეთეს ბრიტანელებმა და სხვა ადგილებში, პირდაპირ უთხარით მას. პირში უთხარით რაც იყო სათქმელი. რომ დაიწყო გამსახურდიაზე გადაბრალება რაღაცეების, ჩვენ პირდაპირ უთხარით. რუსების პლეიბუკი დაწერილია გენერალი ბრიქსის მიერ 1920 წელს, რომელსაც პირდაპირ დაემუქრა გეგეჭკორს, სადამოუკიდებელი საქართველოს მინისტრად, რომ უთხრა, რომ აფხაზეთს მოგაჭრითო. 1920 წელიწადში ეუბნება გენერალი ბრიქსი დენიკინის არმიაში ამას. ანუ რეალურად ეს ლიბერალური, კონსერვატიული, გარკვეული წრეები, რომლებიც რუსეთის იმპერიას ემსახურებიან, მათთან არანაირ კომპრომისზე წასვლა არ შეიძლება. ეს დაგვიყვავს. ერთი აირაკი ბოდიში ერთადერთ ჩავიკითხავ ახლა 30 წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციას ამაზეც გამიგეთე კომენტარი თუ არ შეწუხდები. ესე იგი ჯიდაში იცი რომ მოლაპარაკებები იყო ამერიკულ-უკრაინული. რა ვიცით ამ ეტაპზე წერს დანასაჯაია რომელიც თქვენთან არის ამერიკაში ახლა. მე სამწუხაროდ არ ვიცი, მაგრამ ძალიან არაჩვეულებრივი მეგობარი, არაჩვეული პროფესიონალის თვალსაზრისით მაგარი გო. მოლაპარაკებები გაგრძელდა 7 საათი უკრაინა თანახმა 30 დღით სრულად შეწყვიტოს ცეცხლი. შემდეგი პოინტი არის ძალიან საინტერესო ჩემი აზრით, რომ ახლა ამერიკა ამ შეთანხმებას წარუდგენს რუსეთს. მე მგონი რუსეთი არ დათანხმდება ეგრე მაგის პასუხია, თუმცა შეიძლება ვწდები. ამერიკა განაახლებს უკრაინისათვის სადაზვერო ინფორმაციის მიწოდებას ამაზე ვთქვით. ამერიკა ასევე განაახლებს შეჩერებულ სამხედრო დახმარებას. აი ახლა უკვე კარხასიაძე ვდგებით. ამერიკის დელეგაცია იმედოვნებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას რუსეთი დათანხმდება, მე არ მგონია, მაგრამ ოკეი. მინერალებზე შეთანხმებისათვის ეს დილ რო გაუდის ტრამპს, ხო? ხელი არ მოუწერიათ, მაგრამ ის დღის წესრიგში რჩება. პირველ რიგში რუსეთთან დაკავშირებით მითხარი, რუსეთი როგორც ხარბი ქვეყანა, მაღალი ალბათობით წახვება თუ არა ტრამპს ამგვარ მაინც დროებით შეთანხმებას დავარქვათ ამას და არასაბოლოო შენი აზრით, შენი პროგნოზი. უნდა ითქვას, რომ პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ ერთი რამის თქმა შემიძლია, რომ აი ხა შენ რაც დაასახელე კონკრეტული პუნქტები. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამე, რომ აი სწორედ გარკვეული თამაში მიდის და ამ თამაში არც ერთ მხარეს არ უნდა მოვიდეს დიდი შეცდომა. რუსეთი ყველანაირად ეცდება, რომ თავისი იმპერიალისტური ამბიციები ბოლომდე დაიკმაყოფილოს. ჩვენ ხო ვიცით ეს ყველამ ვიცით და თვითონ რუსები პუტინმა ძალიან კარგად იცის ეს ამბავი. მაგრამ ამ შემთხვევაში ტრამპს მისთვის სათქმელი ექნება, თუ ამერიკა, ასე ვთქვათ,
გააკეთებს ეს ტაქტიკური სვლა იყო რომ აი შეუწყვეტე დროებით ყველაფერი გავაკეთე რაც შენ გინდოდა და ეხლა შენ რაც მოდი იმასაკეთებ და არავის ანგარიშს აღარ უწევს შენც უნდა შემისრულო მე თუ რაღაცას გისრულებ ამას დიპლომატიურ მოლაპარაკებებში და ნეგოციანტობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როდესაც მე შენ გიკეთებ და შენ რატო აღარ მიკეთებ მაშინ უკვე სათქმელი ექნება მეორე მხარეს რომ მე ამას გავაძლიერებ კიდევაც აი ხა მოსკოვსაც ხომ მოხდა ბომბი და რუსეთშიც ჩავარდა რამდენიმე ბომბები ანუ ეს დასავლეთს ეს შეუძლია ამერიკას საერთოდაც რო არ იყოს ჩართული მარტო თურქეთი, პოლონეთი, საფრანგეთი და ბრიტანეთი თუ შეიკრა ბოლოჯერ სევასტოპოლი 1855 წელს ზუსტად მაგ ალიანსმა წაართვა პოლონეთის გამოკლებით თურქეთი, ბრიტანეთი და საფრანგეთი თურქეთი მიმართული ხო და კიდევ ერთხელ წაართმევენ ძალიან მარტივად ასე რომ რუსეთის მდგომარეობა არ არის ეხლა ისეთი რომ საერთოდ წაუგებელს თამაშობდეს კი ეს ცდილობს როგორც შპიონი შპიონებში მაგარია ეს პუტინი მაგრამ მეტი არაფერი არის მაგრამ ომიც არის ის აქედან გამომდინარე ეს თუ არ შეასრულა და ჩვენ იმედი უნდა ვიქონიოთ რომ ყველაფერი კარგად წავა და შესრულდება ყველაფერი რაც შეიძლება მალე უკრაინა განთავისუფლდება მშვიდობიანი გზით ეს ძალიან კარგი იქნება მაგრამ თუ არ შეასრულა მაშინ დასავლეთს ექნება ყველა მიზეზი იმისათვის რომ რუსეთს უპასუხოს უფრო ძლიერი სილა გააწმოს ძლიერის პოზიციიდან და ეხლა ამ ხვითოზეც მითხარი რა ხვითო ნახე რა გაისტება მოვიფიქრე ხვითო ოლიგარქი რო გყავს ერთი ხო რაღაცეების იმედიო აქ საცხალს მე მითხარი ამავრი სიტყვა თავის სიგიჟეებია იმას კი თავის სამყაროა ხო ხდები იქ რაღაც აი თავის ამბებშია რა ნუ გარდა იმისა რომ რაღაც მითხარი ორი სიტყვა მაგაზე რა უკვე არ დავასახელე ეხა იქ არის დაოლა მაგის პატარა ხვითუკოებმა ხო ესე იგი მათ პატარა მისმა წარმომადგენლებმა ხო გითხრეს ესო deep state-ებს მაგრამ მე მგონი ვერ ერევაო ხო აი მაგას ეს გაუჩნდა თამათ რომ რაცხა შეიძლება სხვანაირად დატრიალდეს ამბავი და deep state-იო და ახლა ჯერ თვითონ ამ სიტყვის განმარტებაც არის ძალიან კარგად რა თქმა უნდა არსებობს deep state-ი ყველა ქვეყანაში და მithumetes ამერიკაში მაგრამ ამ სიტყვის განმარტებას შეიძლება ვერ განმარტოთ რასაც უნდათ იმას უძახიან deep state-ს ეს ერთია მეორე არის რომ რა თქმა უნდა ხა თავს იზღვევენ რომ თურმე ხა თუ ტრამპი ხა შემოწიოდა და მართლა დაამყარა ისეთი ამ ხოთ ციტოებენ უკაცრავად რუსული აი თუ ტრამპ და იქარა მაგ განცხადებაში დაიღო ისი მაგარი ეგო როდის გამოჩნდება ისიო ჩვენთან იმართებაში თუ შეცვლისო პოლიტიკასო ესენი ამბობენ ეს ხვითოს შნირები ხო აი ეხა ხვითო რას აკეთებს იმასთან დაკავშირებით რომ აქ გაიშალა მთელი პროპაგანდისტული ფრონტია გაშლილი რომელიც ზიად გამსახურდიას და მერაბ და ჩვენ რომ მოძრაობაზე მომართულია ისევ 1991 წელი გეგონება ხვითოსაა გაშლილი ეს არ ვიცი პუტინსაა გაშლილი რა თქმა უნდა მარტო ხვითოანდეს მოიფიქრებს და ის სადღაც არის სოფელში ახლა იმალება მაგრამ ჩამძვრალია საცხა მაგრამ ახლა ვინმე თუ არის საქართველოს პატრიოტი ყველამ უნდა იფიქროს იმაზე რომ ახლა ჩვენ ეროვნულ გამანთავისუფლებელ მოძრაობას შეუძლია ისევ რუსეთის იმპერიამ თავისი დაქირავებული ხელების ჯეფრი საქსი იქნება ანატოლ ლევინი ალიევის მიერ დაქირავებული 15000 ინსტიტუტი და ასე შემდეგ არა ესენი ყველანი ახლა დაგვესიან ისე ჯოჯოებივით და ხვითოა თუ ვინც არის ქართველი თუ არის ნებისმიერი უნდა დადგეს სწორ პოზიციაზე თუ მაინც უნდა რომ ქართველად დარჩეს ისტორია სანამ წავა იმ ქვეყნად არა და ყველა ჩვენთაგანი უნდა დავდგეთ ერთად ახლა რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და აი ახალგაზრდები აი მაგათი იმედი მაქვს ამ ახალგაზრდების იმედი მაქვს საოცარი ახალგაზრდები რომელიც 300 კაცი 500 კაცზე მეტი დაჭერილია და ამდენი ხალხი არის ეს საოცარი ახალგაზრდები ახლა არ მინდა გამოვყო რომელიმე საოცრები არიან მაგათ სასამართლოებსაც ყველაფერსაც ვადები სადაც არ უნდა იყოს სამართლობაში ვიქნები თუ ძალიფეხით სამარეში ყოველთვის მაგათი გულშემატკივარი არ ვიქნები და ახალი თაობა მოდის აგერ ახალგაზრდა თეატრის მოღვაწეები იქნებიან ხელოვანები აგერ ბევრი ხალხი, უამრავი ხალხი, ყველა საღიაზრის ხალხი იმ აზრზეა, რომ ჩვენ გვეკუთვნის თავისუფლება, ჩვენ გვეკუთვნის ისეთი მშვიდობა, რომელიც ამყარებულია თავისუფლება, თანასწორობა და ასე შემდეგ და ამავე დროს საღი აზრი უნდა გქონდეს ყველას და საქართველოსთვის საღი აზრი არის თავისუფლება და თანასწორობა სხვა ერებთან. ირაკლი კაკაბაძე იყო ჩემი სტუმარი, რომელსაც უღრმეს მადლობას ვუხდი, შეერთებული შტატებიდან გვერდებოდა
ეს არაჩვეულებრივი მოქალაქე პირველ ყოვლისა კაცი რომელიც აი ავიცი მე მაგ ეხლა ერთმა გავუმხელ მაყურებელს სილაში არ გეწყინოს და არ გეწყინოს და გაიხსენეთ მე ვიყავი სკოლის მოსწავლე პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ნათო ტურაშვილი და ირაკლი კაბაძე უფროსები არიან იცით ჩემზე თხოვე მე-11 კლასელი ვარ თხოვე წავყევით ვიქი და თანატოლებს მე-11 კლასელებს შევახვედრე ირაკლი კაბაძე და ნათო ტურაშვილი და ირაკლი კაბაძე იყო ის კაცი აი პირდაპირ გეუბნები 99 წლის სექტემბრის თვეში შენ და სხვებთან ერთად იქ ფიქრიაც იყო 120 სხვების ხო იყავით დავით გარეჯანს აი სადარაჯოზე იმიტომ რუსების ჯარდლახები ისროდნენ დავით გარეჯანს სამონასტრო კომპლექსთან პოლიგონი ჰქონდა და ის ზიანდებოდა ჩვენი ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ირაკლი ძალიან დიდი მადლობა ჯანმრთელობას გისურვებ და გამარჯვება სასწაულებს. გაიხარე და მინდა წარმატებები გისურვო და უსურვო ჩვენ ქვეყანას რაც შეიძლება მალე თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, ყველა იმ ახალგაზრდას, საოცარ ადამიანს, ახალგაზრდასაც და ძველგაზრდას, ვინც იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვის და მშვიდობა ნამდვილად იქნება, როდესაც თავისუფლება არის და როდესაც თანასწორობა არის. იხარე და იდღეგრძელ და წარმატებები ირაკლი. მადლობა. ირაკლი კაკაბაძე იყო ჩემი სტუმარი წარმატებები.